მოგესალმებით, მე ვარ მარია მეგრელიძე, გურა მეგრელიშვილის წერის საავტორო სკოლა ფასკუნჩი ვუძღვები პოდკასტ, რომელიც ეხება ლიტერატურას, წიგნებს, მათი ავტორების დამოკიდებულებას, ისტორიებს, შეხედულებებს, გამოცდილებებს. დღევანდელი ჩვენი სტუმარი ყველასათვის და განსაკუთრებით ქართველი მოზარდი მკითხველებისათვის საყვარელი მწერალი ნათია ჯაგონიშვილია. ნათია, უღრმესი მადლობა, რომ დღეს ჩემი პოდკასტის სტუმარი ხარ. დიდი მადლობა მოწვევისათვის. დასაწყისისთვის მოგვიყევით თქვენ შესახებ. ვინ არის ნათია ჯაგონიშვილი? ვინ არის ნათია ჯაგონიშვილი? ყველაზე რთული და თან ვითომ ყველაზე მარტივი კითხვა. ნათიამ წერა დაიწყო 13 წლის ასაკში, თუმცა პროფესიით ამ საქმეს სულ არ გაყოლია, რეალურად ვარ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, შესაბამისი მიმართულებითაც ვმუშაობ, თუმცა წერა 13 წლის ასაკში რომ გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში, დღემდე მომყვება და ჰობსაც ვერ ვუწოდებ, ეს არის ჩემი მეორე ცხოვრება, თუმცა ალბათ უფრო მეტად საინტერესო. ნათია ჯაგონიშვილი არის ის გოგო, რომელმაც ბავშვობაში ჩაფიქრებული სურვილები და უცნობები რაღაცნაირად მოახერხა და რეალობად აქცია. ამის შედეგი აშკარად სახეზე გვაქვს, რომ დღეს თქვენ როგორც ვთქვით, 3 წიგნის ავტორი ხართ. ამიტომ მოგვიყევით, როდის დაიწყო ლიტერატურისადმი სიყვარული და როგორი იყო გზა, მაგალითად, ბლოკნოტში დაწერილი პირველი სიტყვიდან ცდუნებამდე, რომელიც ვიცი, რომ თქვენი პირველი წიგნია, პირველი ნაშრომი, რომელიც გამოიცა. კი ბატონო. როგორც უკვე გითხარით, 13 წლის ასაკში დავიწყე წერა, თუმცა ლიტერატურისადმი სიყვარული წერით საერთოდ არ დაწყებულა პირიქით. ჯერ იყო კითხვა და როგორც არის ხოლმე ზოგადად, წიგნები და ლიტერატურა შემიყვარდა იმ ჯადოსნური ამბებითა და წიგნებით, რომელსაც ვკითხულობდი. ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, 5 წლის ასაკში დედა რომ მიკითხავდა, შემდეგ უკვე კითხვა, როდესაც ვისწავლე სკოლაში, გადავწყვიტე, რომ ის წიგნები მე თვითონ წამეკითხა თავიდან და ალბათ როგორც ყველა ბავშვისთვის, ჩემთვისაც პირველი წიგნი კარლსონი და პეპი გრძელი წინდა იყო. ვფიქრობ, იმდენად ჯადოსნური, იმდენად საოცარი არის ლიტერატურული სამყარო, ვინც შეაბიჯებს აქ ფეხს, თავს ვეღარავინ ვეღარ დააღწევს, ვეღარასოდეს, იმდენად საინტერესო და ამაღელვებელი არის, იმიტომ რომ ადამიანს შეგიძლია უამრავი ცხოვრებით იცხოვრო წიგნის ფურცლებით, მხოლოდ და მხოლოდ წიგნის ფურცლებით. თუმცა შემდეგ უკვე, როდესაც წერა დავიწყე და სწორად აღნიშნე, თავდაპირველად სწორედ ფურცელზე დავიწყე წერა. სკოლაშიც კი ვწერდი ხოლმე შესვენებებზე, ან თუ ხდებოდა ისეთი შემთხვევები, რომ გაკვეთილი ან არ გვიტარდებოდა, ან გვიცდებოდა, ან რაღაც უბრალოდ თავისუფალი დრო გქონდა. სკოლის პერიოდშიც დამქონდა ხოლმე თან რვეული, რომელშიც ვწერდი, ამ რვეულს ვუკეთებდი ხოლმე წიგნის ყდის მსგავს გარეკანს. და ვცდილობდი ხოლმე, რომ ეს ჩემი ჩანაფიქრები, იდეები ამ ფურცლებზე გადმომეცა. ცდუნება არის ჩემი პირველი წიგნი, რომელიც გამოიცა, თუმცა რეალურად ცდუნებაზე ადრე დაიწერა შეცდომა. უბრალოდ კონკურსზე გადავწყვიტე, რომ წარმდგარიყავი პირველად ცდუნებით. და შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა და დაიბეჭდა ცდუნება იქცა წიგნად. ყოველთურად ვხედავ, რომ თქვენი წიგნებიდან 3-დან 1 მაინც ყოველთვის ბესტსელერის თაროზეა. თქვენი აზრით ეს როგორ ხდება? რა მოსწონთ ყველაზე მეტად კითხავს თქვენს წიგნებში? მიუხედავად იმისა, რომ მე წაკითხული მაქვს 3-ო, რა თქმა უნდა, შინაარსი არ ჩავალ, რომ ასე ვთქვათ, არ დავასპოილეროთ მაყურებელი, თუმცა ყველაზე მეტად თქვენი აზრით რა მოსწონთ? თქვენ როგორც მწერალი, როგორ ხედავთ ამას? ყველაზე მეტად რა, ასე ვთქვათ, რა დატვირთვა აქვს თქვენს წიგნს მკითხველებში? კი ბატონო. სწორად აღნიშნე, 2018 წელს გამოიცა ცდუნება და მას შემდეგ უკვე ამდენი წელი არის გასული. რაღაცნაირად ახერხებს ხოლმე, რომ 3-დან 1 მაინც იყოს მუდმივად ბიბლუსის ბესტსელერების თაროზე და არ მაქვს ამისთვის რაღაც კონკრეტული რეცეპტი, კონკრეტული გასაღები, რომელსაც მოვარგებთ და ამოვხსნით ბესტსელერობის საიდუმლოს, თუმცა ჩემი აზრით ამას განაპირობებს ის, რომ სამივე წიგნში მოთხრობილი ამბავი არის მაქსიმალურად რეალისტური და მაქსიმალურად ისეთი ნებისმიერ მკითხველს თუ ნებისმიერ ადამიანს, რომ შეუძლია საკუთარ თავთან დააკავშიროს და გაავლოს პარალელები. ძალიან ხშირად მქონია შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთ წიგნზე მაინც მოუწერიათ და უთქვამთ, რომ ასე მეგონა ჩემს ამბავს ყვებოდი, ასე მეგონა ჩემი ისტორია ვითარდებოდა ამ წიგნში. რეალურად ნამდვილ ამბებზე დაფუძნებული არ არის არც ერთი. კი არის რაღაც პატარ-პატარა სიუჟეტები, პატარ-პატარა ამბები, ნამდვილი რეალური ცხოვრებიდან, რომელიც გამომიყენებია, თუმცა ეს ძირითადი სიუჟეტი, რომელიც მთავარი პერსონაჟების ამბებს წარმოადგენს, არ არის არავის ისტორია და არავის რეალურ ამბავზე დაფუძნებული. მაგრამ ალბათ, როდესაც წიგნი ჩვენთან იმდენად ახლოს მოდის, რომ გგონია ჩვენც მისი პერსონაჟი ვართ, ეს არის ერთ-ერთი მთავარი გასაღები იმისა, რომ შევიყვაროთ მაქსიმალურად ჩვენს გულთან ახლოს მოვუშვათ და ალბათ ეს განაპირობებს იმასაც, რომ ახერხებენ
ჩემი ბავშვები ბესტსელერების თაროებზე ყოფნას. თუ ახლა მოგვიყვა იცი თუ ეს წიგნებზე, აი თითოეულ მათგანზე არაშინა არის, აი არამედ რატომ შეურჩიეთ ეს სათაურები და რა დატვირთვა აქვს თითოეულ მათგანს. მე თქვენ ასე ვთქვათ, Facebook პლატფორმაზე გადავნებთ თვალს და თითოეულ მათგანზე ისე რაღაც სათუთად საუბრობთ, რომ ნამდვილად გამიჩნდა ეს კითხვა, თუ აი მაგალითად რა დატვირთვა აქვს და ცხოვრების რა ეტაპზე დაიწერა თითოეული მათგანი, იმიტომ რომ როგორც ვიცით, წიგნს მოსდევს, სანამ წიგნი დაიწერება, ნუ რაღაც მოსდევს, ხო? რის გამოც გადაწყვეტა ავტორმა ამ წიგნის დაწერა. თუმცა საინტერესოა თითოეულ მათგანზე რომ ცოტა ვისაუბროთ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში. რადგან პირველი შეცდომა დაიწერა, მოდი შეცდომით დავიწყე ბატონო. შეცდომის წერა რომ დავიწყე, მეც სტუდენტი ვიყავი, ოღონდ მე ამ შემთხვევაში პირველი კურსის და გადავწყვიტე რომ რატომ არ უნდა დამეწერა ისტორია, რომელიც იქნებოდა ეგრეთ წოდებული სტუდენტური love story, მსუბუქად წასაკითხი, აი ზაფხულში რომ გვიყვარს ხოლმე სანაპიროზე რომ წამოწვევით და თან love story-ებს ვკითხულობთ, რატომ არ უნდა გქონოდა მსგავსი თუნდაც არ მინდა ცუდად გამომივიდეს, მაგრამ ვიტყვი ნიკოლას სპარქსის რომანები დარწმუნებული ვარ ყოველს გვიყვარს ხო? და რატომ არ უნდა გქონოდა მსგავსი ქართული ანალოგი? ანალოგს სხვანაირად არ გულისხმობ, უბრალოდ გულისხმობ რაღაც ქართულ love stories. და რატომ არ უნდა ყოფილიყო თუნდაც სტუდენტურ სიტუაციაზე მორგებული? და გადავწყვიტე რომ მეცადა და დამეწერა და შეცდომა იწერებოდა, როგორც სერიალის სიუჟეტი იწერება ხოლმე თითო ეპიზოდად, დაახლოებით ასე. ქვეყნდებოდა ყოველკვირეულად, მას შემდეგ უკვე რაც ცოტა დაგროვებული იყო თავები, თუმცა თავდაპირველად ძალიან ტანჯავდი ამ მხრივ ჩემს მკითხველს. თავიდან ქვეყნდებოდა Facebook-ის დახურულ ჯგუფში, შემდეგ უკვე ვებ-პორტალზე მარაოჯი და მართლა თამამად ვიტყვი, როგორც სერიალს ელოდებიან და გულშემატკივრობენ და როგორც უმეტეს ქართულ სერიალებს ყოველწლიურად და სეზონების მიხედვით ამეორებენ ხოლმე სხვადასხვა არხზე. შეცდომა გამოქვეყნებიდან რამდენიმე წლის განმავლობაში სანამ წიგნად არ დაიბეჭდებოდა, მუდმივად მეორდებოდა მარაოზე და მუდმივად ათასობით მკითხველი ყავდა და ძალიან ბევრი პირადშიც კი მწერდა ხოლმე და მეკითხებოდა, რომ ეს შენი ისტორიაა, შენ გადაგხდა ეს თავს, თუმცა არა, ჩემი ისტორია არ არის. შეცდომის ამბავი არავის არ გადახდენია, ნიცას ამბავს გულისხმობ, არავის არ გადახდენია თავს, თუმცა ალბათ, რადგან მაქსიმალურად გულწრფელი ვიყავი წერის დროს და მაქსიმალურად მინდოდა ის ქართული რეალობა გადმომეცა, რაც ხდება, ხო, არ არის რაღაც მოგონილი და ისეთი ამბავი. მხოლოდ წიგნის ფურცლებზე რომ ამოვიკითხოთ, სამწუხაროდ ესეთი რეალობაა, რომ ხშირად ასე ბედნიერად სულაც არ სრულდება და პირიქით, ცოტა ცუდ შედეგებამდე მივყავართ. ამიტომ მინდოდა თავისი სირთულეებით დადებითი თუ უარყოფითი მხარეებით რაღაცნაირად ჩვენი მენტალობის გათვალისწინებით და იმის გათვალისწინებით ხშირად რომ ჩვენს გადაწყვეტილებებს ის განსაზღვრავს ხოლმე რა სიტყვიან სხვები და რა სიტყვიან მეზობლები რაღაც ესეთი ამბავი მომეყოლა და გამოვიდა ის რაც გამოვიდა. რაც შეეხება ცდუნებას. ცდუნებაში რადიკალურად განსხვავებულად იყო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ცდუნებაში ის რაც ხდება არის ისეთი ამბავი, რომელიც ხშირად არ გვხვდება ხოლმე არც წიგნებში თუნდაც არც რაღაც ისეთ ამბებში და ყველა მიცის სპოილერი არ იქნება თუ ვიტყვი რომ ცდუნებაში ერთ-ერთი მთავარი თემა არის ღალატი. და ღალატი ჩვენ ცოტა უფრო სხვანაირად გვხვდება ხოლმე წიგნებსა და ფილმებში და არა ისე როგორც იყო ეს ცდუნებაში წარმოდგენილი. და რეალურად ეს არ იყო ღალატი პარტნიორის მიმართ, იყო საკუთარი თავის ღალატი, იმიტომ რომ მთავარმა პერსონაჟმა საერთოდ არ იცოდა ვინ იყო სინამდვილეში. ის გოგო, რომელიც წიგნის პირველ ფურცლებზე გვხვდება, რადიკალურად განსხვავებულია იმ ადამიანისგან, ვისაც წიგნის ბოლოს ვეცნობით, იმიტომ რომ მკითხველიც პერსონაჟთან ერთად იცნობს მას და პერსონაჟთან ერთად გადის ამ ეტაპებს, ხვდება ვინ არის, რა სურს სინამდვილეში, რითი არის მისი გადაწყვეტილებები განპირობებული, რატომ აკეთებს თითოეულ ნაბიჯს რატომ დგავს. თუმცა მკითხველსაც უჭირს იმის გაგება, რატომ იქცევა აივი ასე. და არ იყო ამის დაწერა მარტივი, საერთოდ არ იყო მარტივი პირიქით, ჩემთვისაც ძალიან რთული იყო, იმიტომ რომ ეს თემა ჩემთვისაც იმდენად სენსიტიური არის და იმდენად არ მსიამოვნებს, როდესაც ვხვდები ხოლმე საყვარელ ნაწარმოებებში თუ ფილმებსა და სერიალებში მსგავს ამბავს და იმდენად გულდასაწყვეტია, არ მინდოდა რაღაც ისე შაბლონურად გადმომეცა ეს ყველაფერი. სპოილერების გარეშე ვცდილობ რომ ვისაუბრო და ძალიან რთულია, მაგრამ ალბათ კითხველი როდესაც წაიკითხავს, თუ წაკითხული არ აქვს ჯერ, მიხვდებიან რომ ეს იყო უფრო გაუცემელ კითხვებზე პასუხი, ვიდრე ის რაც ზოგადად ხდება ხოლმე და მარტივად ზედაპირულად იმედი მაქვს რომ არ შეხედავენ ამ ამბავს. და რაც შეეხება მესამეს გადამწვარ ხიდებს. რომლებიც ასე თუ ისე მაინც ახალია ჯერ რომელიც ასე თუ ისე ახალია. კი ბატონო.
გადამწვარი ხიდები იყო წიგნი, რომელმაც წერასთან დამაბრუნა. ცდუნების შემდეგ 2 წლის განმავლობაში ერთი სიტყვაც აღარ მქონდა დაწერილი და მეგონა რომ ამით დასრულდა ყველაფერი, ამით ამოვწურე საკუთარი თავი და ვფიქრობდი რომ მათი ალბათ მორჩა ეს არის შენი ბოლო და ამის შემდეგ აღარ იქნება აღარაფერი. და ეს იყო იმდენად მძიმე და რაღაცნაირად ცევდიანი ამბავი, იმიტომ რომ როდესაც რაღაც ძალიან გიყვარს და ფაქტობრივად ამ რაღაცით ცხოვრობ, წლების განმავლობაში მუდმივ რეჟიმში წერ და შემდეგ გადის არა 1 დღე, 2 დღე, 2 თვე, 2 წელი გადის ისე რომ ამას ვეღარ აკეთებ, არა იმიტომ რომ დრო არ გაქვს, ან არ გინდა, არა, უბრალოდ ხომ ყველაფერს ჭირდება რაღაც, მოდი დავარქვათ მუზა თუნდაც. შეიძლება ძალიან ბევრი დროც გქონდეს, ლეპტოპიც მუდმივად გახსნილი გქონდეს და Word-ი გახსნილი და მზად იყოს აწერად, მაგრამ არა. გრძნობ რომ არ იწერება, არ მოდის ეს ყველაფერი და მე ზოგადად მჯერა რომ გულწრფელი უნდა იყოს ავტორი წერის დროს და უნდა უნდოდეს ის, რასაც წერს და არა რაღაც იმიტომ რომ ეს კარგი წასაკითხი იქნება. თუმცა ერთ დღესაც მოფრინდა გადამწვარი ხიდების იდეა და დავიწყე წერა. გადამწვარი ხიდები არის წიგნი, რომელიც ყველაზე სწრაფად 6 თვეში დაიწერა. ასე სწრაფად არც ერთი წიგნი არ დამიწერია, ასე სწრაფად არც ერთ წიგნზე არ მიმუშავია. ფაქტობრივად ერთი ამოსუნთქვით ვწერდი, ერთ ეპიზოდს რო ვასრულებდი, მეორეს ვიწყებდი და მართლა აი არ ვიცი, ახალი მეორე სუნთქვა გამიხსნა და მეორედ დამბადა ამ წიგნმა ავტორად და ვფიქრობ, რომ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ნამუშევარია. ჩემი აზრით ასეც უნდა იყოს, იმიტომ რომ არის მესამე და რა თქმა უნდა მესამე წინა ორს უნდა სჯობდეს და უკეთესი უნდა იყოს ვიდრე დანარჩენები. და თან გადამწვარი ხიდების ერთ-ერთი მთავარი მამოტივირებელი იყო ის, რომ მე ძალიან მიყვარს ფეხბურთი, ძალიან მიყვარს ჩვენი ეროვნული ნაკრები. ვიცოდი რომ შეეხებოდით ამ თემას. და სულ მქონდა ხოლმე მისი განცდა და ეს კითხვა საკუთარ თავთან, რომ თუ ასე ძალიან გიყვარს, რატომ არ წერ? და რატომ არ წერ იმაზე, რას ნიშნავს ფეხბურთი შენთვის? იმიტომ რომ ეს ჩემთვის ბევრად მეტია ვიდრე სპორტი და ცოტა უფრო სხვანაირად ვუყურებ, უფრო ფსიქოლოგიურად ვუყურებ ხოლმე ვიდრე ისე როგორც სპორტს. და ამიტომ მინდოდა რომ რაღაც მხრივ თუნდაც სულ მცირედით გადმომეცა და მკითხველამდე მიმეტანა ის, თუ როგორ ვხედავ მე და როგორ ვუყურებ ამ ყველაფერს. და ასევე მკითხველთან მიმეტანა ის ამბავი, როგორი იქნებოდა ერთ დღესაც რომ დაგვეკარგა ის, რაც ყველაზე ძალიან გვიყვარს და აღმოგვეჩინა რომ ცხოვრება უნდა დავიწყოთ ნულიდან. და იქიდან საიდანაც არაფერი აღარ გაგვაჩნია. გეგა ცეცხლაძე არის პერსონაჟი, რომელიც ყველაზე მეტად დავტანჯე და ყველაზე მეტად ვაწამე. ასე დაიწერა გადამწვარი ხიდები. თითოეული წიგნი თქვენი დაწერილი ატარებს რაღაც ძალიან დიდ შინაარს, რომელიც მე როგორც მკითხველი თითოეულ მათგანს ისე ჩაუწვდე, როგორც მე და ნუ რა თქმა უნდა ეს ყველა მკითხველში ასე ხდება. იმ ადამიანებს, რომლებსაც ჯერ კიდევ არ აქვთ წაკითხული თქვენი წიგნები ან თუნდაც რომელიმე მათგანი, ძალიან დიდი სიამოვნება ელოდებათ, იმიტომ რომ იმას ჩაწვდებიან, რასაც თვითონ მიხვდებიან და თვითონ უკარნახებთ გულით. დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ბევრ თემას ეხება საკმაოდ. თუმცა მაინც თქვენ როგორც ავტორი, რომელსაც ყავთ არაერთი ფანი. თქვენი აზრით, აი მოზარდებს, განსაკუთრებით თინეიჯერებს თქვენი წიგნებიდან ყველაზე მეტად რომელი უყვართ? ვიქნები გულწრფელი და პირდაპირ ვიტყვი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელია გასული, მიუხედავად იმისა, რომ სამივე წიგნი ასე თუ ისე სულ ბესტსელერია ხოლმე, არასოდეს არ შემწყდა რა გამოხმაურება, აჟიოტაჟი და მოდი ესე ვთქვათ რა, წივილ-კივილი შეცდომაზე. ნამდვილად ველოდებოდი ამ პასუხს, იმიტომ მეც ესე ვფიქრობ. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ცნება უფრო ღრმა ნამუშევარი იყოს და უფრო რთულ თემებს ეხებოდეს, შეიძლება გადამწვარი ხიდები ბევრად უფრო მასშტაბურ საკითხს ეხებოდეს და ბევრად უფრო ისეთი იყოს ასაკობრივ კატეგორიას რომ მეც აერთიანებდეს, შეცდომა არის წიგნი, რომელმაც ყველაფერი თავდაყირად ამიყენა, შეცდომა არის წიგნი, რომელიც ყველაზე მეტი რაოდენობით არის გაყიდული. შეცდომა არის წიგნი, რომელზეც მუდმივად მწერენ, რომ სად ვიპოვოთ თორნიკე დადიანი და სამწუხაროდ არ ვიცი, სად ვიპოვოთ თორნიკე დადიანი. თუ იპოვით მეგობრებო, მეც გამიზიარებთ. ხო, ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს შეცდომა და ალბათ იმისი ბრალია ეს ყველაფერი, რომ ყველაზე თანამედროვე, ყველაზე ახალგაზრდული, თინეიჯერული და ისეთი ამბავია. გემრიელად რომ ჩავუჯდებით და ვუყურებთ ან წავიკითხავთ ხოლმე და ჩვენც რომ გვინდა რომ აი თავარი პერსონაჟი თუ არა, თავარი პერსონაჟის მეგობარი მაინც ვიყოთ, ალბათ ესეთი ამბავია მოყოლილი და თან ბევრი გაავლებს პარალელს საკუთარ თავთანაც და ალბათ ამის დამსახურებაა ეს.
ნამდვილად, აი მე როდესაც შეცდომას ვკითხულობდი, როდესაც დავამთავრე უბრალოდ კითხვა, ვიფიქრე, რომ ნუ აი ამ წიგნზე სერიალს აუცილებლად ვნახავდი. საინტერესო იქნებოდა და ვიცოდი რომ ეს პასუხი იქნებოდა, იმიტომ რომ როდესაც ამ პოდკასტისთვის ვემზადებოდი, რამდენიმე ვიდეოს უყურება მინდოდა, რომ მაინც გამეხსენებინა, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი დრო გავიდა, რაც მე ეს წიგნებიც უნება და შეცდომა წავიკითხე, ხოლო გადამწვარი ხიდები ახლო წარსულში წავიკითხე და როდესაც ასე ვთქვა, TikTok-ის პლატფორმაზე შეცდომა დავსერჩე, ანუ ასე მოვიძიე, რავი, ალბათ ასობით ვიდეო ამომიგდო მართლა მკითხველების და ნუ BookTok-ების და ასე შემდეგ. ამიტომ ველოდებოდი ამ პასუხს. TikTok-ს ადრე ჰქონდა ხოლმე ესეთი ფუნქცია, hashtags რომ ჩაწერდი, შეგეძლო გენახა, რამდენი ნახვა ჰქონდა ამ კონკრეტულ hashtags. დაახლოებით 2 წელია ეს ფუნქცია აღარ აქვს TikTok-ს, აღარ მიჩვენებს და გეუბნებით 2 წლის წინანდელ სტატისტიკას, შეცდომის hashtags ჰქონდა 12 მილიონი ნახვა. 3 მილიონიან ქვეყანაში. 3 მილიონიან ქვეყანაში TikTok-ზე რაღაც წიგნის hashtags ჰქონდა 12 მილიონი ნახვა და მეც რეალურად TikTok-ი იმიტომ გადმოვწერე და გავაკეთე საერთოდ რომ შეცდომის ვიდეოები მენახა. იმდენად ბევრ ვიდეოს მიგზავნიდნენ და თან უნდა აღვნიშნო, იმდენად გემოვნებიან, საინტერესო და ლამაზ ედიტებს აკეთებენ ხოლმე ჩემი მკითხველები, რომ კიდევ ერთხელ მინდა თქვენი საშუალებითაც მადლობა გადავუხადო ჩემს მკითხველებს ამისთვის. და აი მივადექეთ თემას, რომელსაც ჰქვია ქართული თანამედროვე ლიტერატურა, რომლის ნაწილიც ხართ დამეთანხმებით. თქვენი სამი შვილით, ასე რომ ვთქვათ. რას ფიქრობთ ქართულ თანამედროვე ლიტერატურაზე? თქვენი აზრით, აი როგორც ავტორი. აქვს ისეთი მომავალი, როგორიც მაგალითად ჩვენი ბუმბერაზი მწერლების მიერ შექმნილ წიგნებს ჰქონდათ და დღემდე აქვთ, იმიტომ რომ ქართული და არა მხოლოდ ქართული კლასიკა და მსოფლიო კლასიკა დღემდე ალბათ ყველაზე მეტი იყიდება და ყველაზე მეტი მკითხველი წავს. თქვენი აზრით, აი, როგორი იქნება ქართული თანამედროვე ლიტერატურა, ან თუნდაც თქვენი წიგნები 20 და 30 წლის შემდეგ, რომელსაც ჩვენს მერე თაობაც წაიკითხავს. კი ბატონო. ძალიან საინტერესო კითხვა არის, დიდი მადლობა და სულ აღნიშნავ ხოლმე მე, რომ ყველა წიგნს ყავს თავისი მკითხველი და ყველა წიგნი თავის სათქმელს იტყვის გარკვეული წლების შემდეგ. კი, შეიძლება ახლა ბესტსელერების თაროზეა. შეიძლება ახლა რაღაც ძალიან ბევრი მკითხველი ყავს, მაგრამ შესაძლოა წლების შემდეგ აღარ იყოს აქტუალური, მხოლოდ იმიტომ, რომ თემა არის მოძველებული, ანას შემდეგ. და ის, რომ თანამედროვე ლიტერატურა იქცეს კლასიკად, ამას სჭირდება გარკვეული დროის გასვლა, იმიტომ რომ წიგნმა უნდა თქვას საკუთარი სათქმელი და არა მისმა ავტორმა ან მკითხველმა. დღესდღეობით თანამედროვე წიგნებში უფრო ხვდებით ხოლმე ჩვენს რეალურ ამბებს, ჩვენს რეალურ პრობლემებს. და კი, კლასიკისგან განსხვავებული არის თანამედროვე ლიტერატურა, იმიტომ რომ განსხვავებული არის დროება, განსხვავებული არის ჩვენი რეალობა და ჩვენი პრობლემებიც განსხვავებული არის. ადრე თუ სხვა ამბები აწუხებდათ, სხვა საკითხები იყო უფრო მნიშვნელოვანი, უფრო მტკივნეული, უფრო სერიოზულად აღსაქმელი, დღესდღეობით სხვა პრობლემები გვაქვს, რომელიც შეიძლება თუნდაც ძველი თაობის წარმომადგენელი ადამიანებისათვის არ იყოს იმდენად სერიოზული და რამდენად ხშირად ვთქვამთ ხოლმე, რომ აი რაზე ნერვიულობ, აი ჩვენს დროს სხვანაირად იყო და ჩვენ ისეთი პრობლემები გქონდა. თუნდაც აი ყველაზე მარტივი რომ ვთქვათ, მულტფილმებშიც და ფილმებშიც ხშირად ხვდებით ხოლმე, სკოლის ასაკს როგორ აღწერენ და აი მე სკოლაში მისასვლელად ამდენი კილომეტრის ფეხით გავლა მიწევდა. კი, შეიძლება დღესდღეობით ეს ყველაფერი გამარტივებულია და ჩვენ საერთოდ არ გვაქვს ისეთი პრობლემები, როგორიც ჩვენი ჩვენს წარსულ თაობას ჰქონდათ, ბებია-ბაბუების თაობას, ჩვენი პაპების თაობას ჰქონდათ, მაგრამ გვაქვს სხვა პრობლემები და ძირითადად უფრო მენტალური სახის, ჩემი აზრით. ჩვენ გამოვიარეთ კორონას, ხო? ეს ყველაფერზე მეტყველებს, ჩემი აზრით. და ალბათ წლების შემდეგ, თუ ეს ამბები იქნება ისევ აქტუალური და თუ თანამედროვე ავტორები შევძლებს და მოვახერხებთ, რომ მაქსიმალურად რეალისტურად გადმოვცეთ და მოუყვეთ ეს ამბები და არა გალამაზებულად და არა იმისთვის, რომ წიგნი გაიყიდოს და 2 წლის შემდეგ ის არავის აღარ ახსოვდეს. ალბათ წლების შემდეგაც იტყვის საკუთარ სათქმელს ჩვენი წიგნები და წლების შემდეგაც, როდესაც თუნდაც ჩვენი შვილიშვილები წაიკითხავენ, გაიფიქრებენ და იტყვიან, რომ აი ალბათ ასეთი რეალობა ჰქონდათ მათ იმ დროს და შეიძლება ჩვენი პრობლემები უკვე სასაცილოდ მოეჩვენოთ და აღარ იყოს იმდენად მტკივნეული. მაგრამ ეს არის ჩვენი რეალობა, ის რაზეც ვწერთ, ის რაც გვაწუხებს და ის რის თქმაც გვინდა.
ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო პასუხი იყო. მეც ვთვლი, რომ ქართულ თანამედროვე ლიტერატურას, როგორც დღეს ყავს მკითხველი და ძირითადად ჩვენი თაობის მკითხველი, ჩვენს თაობაშიც უკვე ძალიან ბევრი მომავალი მწერალი, ასე ვთქვათ, ყალიბდება. მგონია, რომ ნამდვილად არ უწერია რაღაც დავიწყება, იმიტომ რომ წიგნი ისეთი რამეა, რომელიც შეიძლება დაკარგოს აქტუალობა, თუმცა ვერ გაქრება. მე ასე ვფიქრობ. ჩვენ ახლა ვიმყოფებით სივრცეში, სადაც მოზარდები და მათ შორის მეც ვსწავლობ წიგნის წერას და ახლა გავდივართ ამ საპასუხისმგებლო გზას. სადაც ხანდახან რაღაც არ გამოგვდის, ხანდახან რაღაც შეიძლება არ გვინდა, ან გგონია რომ უბრალოდ ვეღარ ვაგრძელებ. თქვენ როგორც ავტორი და სამი წიგნის ავტორი, რა რჩევას მოგცემდით ჩვენ და იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა ეჭიდებიან ამ პასუხისმგებლობას, რასაც პირველი სიტყვიდან წიგნის გამოცემამდე გზავნიათ. სულ არის ხოლმე წერის დროს ისეთი მომენტი, როდესაც გგონია რომ ვეღარ გააგრძელებ. და გგონია რომ იქნება არ არის საკმარისად კარგი, იქნება არ ღირს გამოცემა და ახლაც მეოთხე წიგნზე ვმუშაობ და ზუსტად ახლა მქონდა და მაქვს ის მომენტი, როდესაც დიდი ხანი აღარ დამიწერია შემდეგი ეპიზოდი და რაღაცნაირად აი გულის სიღრმეში ჭამს ეჭვი, რომ იქნება არ ღირს და იქნება არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს მეოთხე. და ეს მხოლოდ მეოთხეზე არა, ყველა წიგნზე მქონდა ასეთი მომენტი. გითხარით კიდეც 2 წლის განმავლობაში საერთოდ ვეღარ ვწერდი. და ძალიან ჩვეულებრივი, ძალიან ბუნებრივი და ნორმალური არის ეს ყველაფერი. და ჩემი აზრით, ერთადერთი რეცეპტი მაქვს ამისთვის, უნდა ვაცადოთ საკუთარ თავს, ამოსუნთქვა და უნდა ვაცადოთ გონზე მოსვლა, რომ შემდეგ დაბრუნდეს იმაზე ბევრად ძლიერი, ვიდრე იყო მანამდე, სანამ წერას დაიწყებდა. არ არის საჭირო რომ დავაძალოთ და რაღაც იძულებით დავწეროთ, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენგან ამას ელოდებიან. არა. თუ დრო გჭირდება, მივცეთ საკუთარ თავს ეს დრო, იმიტომ რომ ჩვენზე კარგად არავინ არ იცის და ჩვენზე ზუსტად ვერავინ ვერ გრძნობს იმას, რისი გადმოცემა გვინდა, რისი თქმა გსურს და როგორ შეგვიძლია ამისი გაკეთება. ეს ზედმეტი პასუხისმგებლობები ის რომ აი მკითხველი გველოდება, კარგი უნდა გამოვიდეს, აუცილებლად ბოლომდე უნდა მივიყვანო საქმე, რადგან პასუხისმგებლობა მაქვს აღებული. შეიძლება ბევრად სიყალბეში გადაგვივიდეს ეს ყველაფერი, როდესაც ზალდატანებით იქნება და მხოლოდ პასუხისმგებლობის გამო იქნება, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ ვაცდით საკუთარ თავს, თუნდაც გავიდეს თვეები ამისათვის. არ არის აუცილებელი, რომ რაღაც დათქმულ ვადებში გავაკეთოთ. ეს წერის შემთხვევაში უკვე ვისხმობ, რა თქმა უნდა. ზოგჯერ საჭირო არის, რომ მივენდოთ იმ რაღაცას, რაც გვკარნახობს, კარგია თუ ცუდი, ამოვისუნთქოთ, ძალიან ბევრი ვიკითხოთ, რაც მთავარია, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ სიტყვათა მარაგი გავიმდიდროთ და ვიცოდეთ, რა ამბავი როგორ მოვყვეთ. და ჩვენი პერსონაჟები საუბრობდნენ საინტერესოდ. ჩვენი ამბები საუბრობდნენ, რაც მთავარია და მიდიოდეს მკითხველამდე ისე, როგორც გვინდა რომ მივიტანოთ. ამიტომ ამ შემთხვევაში დამწყები ავტორებისათვის ჩემი ყველაზე მთავარი რჩევა იქნება, რომ ვიყოთ გულწრფელები და საკუთარ თავს მივცეთ დრო იმისათვის, რომ კარგი წიგნი დაწეროს. ურმესი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო ჩვენი საუბარი, აი მართლა ძალიან მისიამოვნე. ჩვენი სტუმარი იყო ნათია ჯაგოდნიშვილი, ჩვენ შევხვდებით მომავალ კვირას ახალ მწერალთან ერთად. მადლობა ყურადღებისთვის.